დღევანდელი შეხვედრა უფრო მიეძღვნა განხილვას ჩვენი საკანონმდებლო წინადადების და რაღაცა კონკრეტული შეთანხმებისთვის ნამდვილად არ მიგვიღწევია. დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ კონკრეტულად არაფერზე არ თანხმდებით, ანუ რა მოხდება ზუსტად რისი გათვალისწინება და რა ისახება კანონპროექტში, აქედან ჯერ არ ვიცით. უფრო და მიუძღვენთ იმას, რომ პარლამენტისთვის კარგად ყოფილიყო გასაგები შინაარსი, ასე ვთქვათ, ჩვენი საკანონმდებლო წინადადების. ნაწილი, რაც გამოითქვა ზოგადად მოსაზრებები, ნაწილი უმრავლესობა უფრო სწორედ იყო მისაღები. ყოველ შემთხვევაში პრინციპების დონეზე იყო საკითხები, რომელიც ეხლავე ჩანს, რომ არ არის მისაღები პარლამენტისთვის, მაგალითად ეს არის 500.000-იანი ლიმიტი იმ შემოწირულობისთვის, თუ კი წყარო დაფინანსებისა არის სრულად ან ნაწილობრივ საერთო. ასეთ საკითხად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა ამოღებული იქნას კანონმდებლობიდან, პარლამენტის პოზიცია იყო, რომ უნდა დარჩეს. რაც შეეხება მისაღებ რეკომენდაციებს, მაგალითად ეგრეთ წოდებული დაკავშირებული პირის ნება, რომელიც დღეს საკმაოდ პრობლემური არის, ამაზე დიდ ნაწილში ჩვენ მივიღეთ პასუხი პარლამენტისგან, რომ გასაზიარებელი იყო ჩვენი ვერსია. პარტიების შემთხვევაში კონტროლის პალატას ისევ დარჩება იგივე ფუნქციები? ზუსტად იმაზე არის საუბარი, რომ იგივე ფუნქციები არ დარჩეს კონტროლის პალატას. კონტროლის პალატა დარჩება ალბათ როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ ფუნქციები მას ექნება განსხვავებული, პროცედურა გადაწყვეტილების მიღების იქნება განსხვავებული. ეს არის ჩვენი წინადადება, რამდენად მოხდება ამის გაზიარება, ეს რა თქმა უნდა მეორე. კანონის მიზნები რჩება იგივე. ყველა პარტია ვალდებულია თავისი ფინანსები გახადოს გამჭვირვალე, ნებისმიერ სხვა პირს, იურიდიულ პირს, რომელიც არ არის პარტიის ფორმით ჩამოყალიბებული, ეკრძალება შემოწირულობების გაკეთება და ასე შემდეგ, მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე ამ მიზნების ფარგლებში შეიძლება რომ დაიხვეწოს, მე ვერ ხედავ პრობლემას, რომ რაიმე დავხვეწოთ ამ ფორმულირებაში. ხშირად ამ კანონის კრიტიკისას ამ არგუმენტსაც იყენებენ, რომ არათანაბარ პირობებში აყენებს პარტიებს, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას უყურებს საშუალებას საბიუჯეტო რესურსებით ისარგებლოს, მაგალითად 20 ლარიანი ვაუჩერები, 1000 ლარიანი გადამზადების ვაუჩერები და ასე შემდეგ. აი ამ შესახებ რა მექანიზმი საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა, იმიტომ რომ ესეთი პრობლემა კანონში არ არსებობს და შესაბამისად ვერავინ ამას პრობლემის სახით ვერ წარმოაჩენს. ბუნებრივია. კანონი ასეთ ამის რეგულირებას არ ითვალისწინებს კრიტიკის შინაარსის წესს. არ ვიცი რა როგორ ახსნეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერთი რამე ვიცი. ამ თემასთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან ეს პრობლემა კანონისთვის არ არის.